შემდეგ უკვე იყო პირველი მისია, ხო, როდესაც რაღაც საბრძოლო გამოცდილება პირველი ერთად ჰქონდათ ერახში. ეგ ამბავი რომ გაიხსენოთ, თქვა, აი იმ ეპიზოდში, როდესაც საერთაშორისო მისიებზე ვსწავლობდით, თქვი რომ ეს გადახედეთ შემდეგ გიორგი მერთმანეს და გაასწორებს წავიდეთ. ეგ ვიცით. მე გაასწორა რომ წახვედით, ანუ იქ რა გამოცდილება ჰქონდათ, თქვა, ამ მისიაში დამოკიდებულ ურთიერთობაზეც რომ მოგვიყვა. ხო, აი გავიმეორებ, ანუ გიორგი ჩემგან იდგა მარცხნივ, სულ ჩემზე მაღალი იყო ოდნავ და ანუ შერჩევით ესე, წინ ვიდექით მაღლები და მე ვიყავი. და ნუ ხშირად გვიწევდა ხოლმე რა, პრინციპი პირველი იყო, მე მეორე რიგში ვიდექი და ხშირად გვიწევდა ხოლმე საუბარი ერთმანეთში რაღაცა თუ არ ვიცოდით, ან რა, მოკლედ მეზობლები ვიდექით და ხშირად საუბრობდით ერთმანეთში. და ხო პირველი ჩემი კითხვა, იმიტომ რომ მე წარმოდგენაში ერახი კი მსმენია, მაგრამ არ ვიცოდი რა ხდებოდა, ნუ რაღაც საერთოდ არ იყო ეს ჩემთვის საინტერესო ესე ვთქვათ, მანამდე არ დავინტერესებოდა, სავარაუდოდ არც მთლიანობაში საინფორმაციო დატვირთვა არ ქონდა რა საქართველოში და ნუ გიორგი იმიტომ იცოდა რომ მე როგორც მახსოვს ჩემი სიძი არისო ერახშიო და მაგრად გაგვისწორდება ნუ ეს მახსოვს და წავედით მაშინ რა ეგ იყო რა ყველაზე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამოსვლება საბრძოლო ხო რომ იქ უკვე ვინც იცის რომ წავედით და გიორგი რაღაცნაირად არის სულ მხიარული სულ სიმღერის ხასიათზე თუ არა და მოსმენის ხასიათზე და არავისთან ესე კონფლიქტური ადამიანი არ იყო, არავისთან არ ჩვენ მქონდა ეხა რაღაც ჩვენი ბიჭობის პერიოდი 18-19 წლის. ხო, რომ რაღაცა 19-ის გავხდე ერახში, ხო წარმოვიდგინე რომ ისეთი ადგილია რა, თან შეგიძლია წარმოაჩინოთ. ხო. და მოკლედ გიორგის არასდროს არ ქონდა. თუმცა მე და გიორგის ქონდა რაღაც კონფლიქტი ერთმანეთში, სადაც უფრო მე მქონდა რაღაც ესეთი და დამითმო ესე რომ ვთქვათ, აი ესე უფროსი ძმასავით. მოგვიყევი მეტი. რა ხდებოდა? არაფერი განსაკუთრებულ რაღაცაზე შევაპარაკდით და იქვე გავცივდით, დავაწყარეთ სიტუაცია, სხვების ჩაივნე, უბრალოდ ესე მაგ მომენტიდან უფრო მეტად დავზმაკაცე. პრინციპი რაღაცას მეუბნებოდა, რჩევას მაძლევდა და მე არ მივიღე რა, მეთქი აი შენ რას მასწავლი და ეგ იყო ეგეთი ვარიანტი. ადამიანზე, ერთ-ერთ ადამიანზე, რომელთანაც ძმაკაცობდი, მეუბნებოდა რომ რაღაცები შეეშალა შენთან მიმართებაში და მე ძალიან მეწყინა რომ აი ესე დაუსაბუთებლად როგორ შეგიძლია და ნუ მართალი აღმოჩნდა მთლიანობაში. ხო და მოკლედ აი როგორ იყო ის იყო დღის მე ვიყავი დღის მენაში, ეგ იყო ღამის მენაში. თემი ღამე იყო ჩეკპოინტზე, აი 18 ჩეკპოინტი რო ვახსენე, მე ის თავის ათეულთან ერთად ათეულის მეთაური იყო, მეც ათეულის მეთაური ვიყავ. თავის ათეულთან ერთად რომ მოვიდოდა ხოლმე, ანუ მოდიოდნენ აი ყიჟინით და აი ეგრევე მუსიკებს ჩართავდა ხოლმე და ყვიროდნენ, წიოდნენ, ხმაურობდნენ, გვაღვიძებდნენ და არ მოგწონდა ეს რა თქმა უნდა და სულ ისინი ბედნიერები მოდიოდნენ რომ იძინებდნენ, ჩვენ უკვე დაღლებ მივდიოდით და აი ესე ვწდებოდით ხოლმე რა დღე და ღამის იმაში. მე რაღაცნაირად გადავცვალეთ, მე მგონი მე ერთდროულად გავდიოდ. სვადი იყო რა ეს განაწესები და ორიგეობები და ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად უფრო შემრიგებელი ადამიანი იყო რა, აი კონფლიქტური არ იყო და პლუს თუ სადმე რამეს გაიგებდა რომ ვინმე მიჩხუბა, ყოველთვის მის ტექსტი იწყებოდა რომ აი ჯერ ან სად ვართ ბიჭებო, ჩვენი ოჯახები დატოვებული ყავს და აქ ეხა ჩვენი ჩხუბი არ გამოვა რა და მოდი ვილაპარაკოთ და შევრიგეთ. აი ეს იყო გიორგის სტილი. და თუ ჯარში არ ვიყავით პატარა ერთი დღე მაინც გამოგჩნდებოდა, წავედით, დავლიოთ, ცდილობდა რომ თავისთან წავიყვანე ყოველთვის მე და ჩვენი მეგობრები და ნუ ისე აღმოჩნდებოდა ხოლმე რომ ჩემთან მოდიოდნენ მიყავდა ხოლმე აი ეს ვიდეო რაც არის გადაღებული ჩვენი KP-ის ფილმში შენგელის ფილმში მან ჩემეზოში KP-ო და ძალიან უყვარდა ეს უფრო დალევა კი არ უყვარდა ეს ურთიერთობა ჩახუტება რასაც ქართულ სუფრას აქვს რომ რაღაცა დავждეთ ვისაუბროთ დავლოცოთ, აი ეს უყვარდა ძალიან. ანუ ამიტომ ჩვენი სუფრისთელი არსი ხო არ არის იმაში რომ გატყურე ასე, ამაში დაждდე ილაპარაკო რაღაც გამოცდილება გავუზიარო, ემოციები გავუზიარო. რაც უფრო თხრებოდა, მე უფრო საყვარელი და უფრო მეგობრული იყო და აი არს მე არ ვიცი მართლა, იმიტომ კი არ ვიძახი რომ გიორგი რა. კაი სიმთვრალი ქონდა? ანუ ხო, ძალიან კარგი სიმთვრალი ქონდა და ანუ არ არსებობდა, მე არ მახსოვს ადამიანი, რომელსაც აი 18 წლის ვადით, 19 წლის ვადით, 20 წლის ვადით, 19 წლის ვადით, 20 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 წ
ვისთანაც ვინც ან გიორგიზე ყოფილიყო და რაღაცა კონფლიქტში დარჩენილი ყოფილიყო, რაღაცა გაუგებრობა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. ჩხუბი მოუვიდათ ბიჭებს და ცოტა ხანი მოუწია ერთ-ერთს ესე ვთქვათ მოხსნა მორიგეობიდან და ესე იგი არ მოშორებია რა, მიხედავთ მისა რომ მის მეგობრებთან მოვიდა ჩხუბი და შეეძლო საერთოდ კონტაქტზე არ გასულიყო, ანუ არ მოშორებია, მოქონდა საჭმელები, თუინმე გაცივდებოდა, აი ესე მოქონდა ხოლმე სასაძილოდან საჭმელები და რძე, წვენი რა ყველაფერი ასე მოხდა ხელს, გრძელი ხელები ქონდა ესე და მოქონდა დაუწყობდა ხოლმე და ულიდა რა, ანუ ეგეთი ადამიანი იყო და ყველა არ იყო ეგეთი ხე, იმიტომ ვიძახი რომ განსაკუთრებული ტიპი იყო.